მადლი და მშვიდობა ძვირფასებოდა სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი გამოხმაურების, პატივისცემის და სიყვარულისთვის, რასაც მე ღებულობ ჩემი გადაცემიდან და გადაცემის მეშვეობით კი ღებულობს ტელეკომპანია პლუსი. დიდება უფალს და მადლობა თქვენ. აი, დამთავრდა ასე ვთქვათ ხსნილი და დაიწყო მარხვა. ქრისტეშობის მარხვა. მოგეხსენებათ, რომ მარხვები თავიდან არ ყოფილა 40 დღიანი. მაგრამ შემდეგ იმდენად დამძიმდა კაცობრიობა, რომ ის გასაწმენდად სწორედ 40 დღე შეიქმნა. აუცილებელი. და იცით რა არის ყველაზე მთავარი? 40 დღიანი მარხვა არის წელიწადის განმავლობაში. ერთი არის დიდ მარხვა და მეორე ქრისტეშობის მარხვა. რატომ არ თქვი პეტრე-პავლობის მარხვაზე? იმიტომ რომ ის ხან არის 40 დღიანი, ხან ორკვირიანი, ხან სულაც 10 დღიანი, ან ერთკვირიანი. რატომ გავამახვილი ახლა ყურადღება ამაზე? მამები გვასწავლიან და გვეუბნებიან, რომ დიდ მარხვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც მაცხოვარმა იმარხულა 40 დღის განმავლობაში, ასევე ჩვენც უნდა ვიმარხულოთ იმ დღეებში. აი, ქრისტეშობის მარხვაზე კი გვეუბნებიან, რომ ეს გავს მოსეს მარხვას უდაბნოში, ვიდრე ეახლებოდა უფალს პირისპირ და მიიღებდა ქვის ფიქალებს, სადაც უფლის მცნებები დაიწერა. და ჩვენც ეს 40 დღე უნდა ვიმარხულოთ ძვირფასებო, რომ გამოისახოს ჩვენში თვით ის 10 მცნება კი არა, უკვე ის მაცხოვარი, რომელმაც ეს 10 მცნება მოგვცა, იმიტომ რომ იშვება, დათრგუნავს ბნელეთს, მოიტანს ნათელს და გაახარებს ჩვენს გულებს. და აი, გადავწყვიტე, რომ ერთი ასეთი ჩემი ნაზრები წაგიკითხოთ, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მიიღო სოციალურ ქსელში. ასე ქვია ამ ნაწარმოებს. დილა. დილა გათენდა. ახალი დღე დაიწყო. ისევ არსებობს დედამიწა და მისი მკვიდრნი კვლავ აგრძელებენ თავიანთ აქ არსებობას, მაგრამ მე მისი მემილიარდედი მტვრის ნაწილაკი ვიყავი კი ღირსი მათთან ერთად რომ გავახილე თვალი. ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომელთაგან ზოგი მტერია, ზოგიც მოყვარე. წინა დღისით ზოგს შევეწიე, ზოგი უგულებელს ვყავი. რა აკეთა ჩემმა თვალებმა, რა ასახილველი იხილა. ყურებმა რა ისმინა, ფეხმა სადიარა და საერთოდ რა და ვინ შეიგრძნო ჩემმა ხორცმა, ასევე სულმა. ვის ასიამოვნა ჩემმა ხუთმა საგრძნობელმა, სიკეთეს და სათნოებას თუ კეთურებასა და სიბოროდეს. და მაინც პასუხგაუცემელი კითხვების და მიუხედავად, ფაქტია, რომ ისევ გავახილე თვალი მტერ მოყვარესთან ერთად. ან ერთმა და ან მეორემ ამ ახალი დღის დასაწყისში შეინარჩუნეს იგივე განწყობილება ჩემს მიმართ თუ მოყვარე მტრად გამიხდა და მტერი მოყვარედ? მათი უცვლელობის ან მერყეობის მიუხედავად მე ვრჩები მათთან იგივე პოზიციით? მაქვს თუ არა მტერთან მტრობის უფლება, მოყვარესთან კი დაუდევრობის. ასე რომ თვალს როცა გავახელ, ორმა გრძნობამ უნდა მოიცვას ჩემი არსი, მადლიერებამ და სინანულმა. მადლიერებამ ჩემთვის კიდევ ერთი სიცოცხლის დღისათვის და სინანულმა
აქამდე უაზროდ, უშინაარსოდ და უსიყვარულოდ გატარებული დღეების გამო. არადა სიყვარულმა გაათენა ეს დილა და იგივე მოქარგავს ვარსკვლავებით მიმწუხრისას. და დღევანდელმა დილამ ყველა ცრემლი შეუშროს თვალზე ჭეშმარიტად მონანულს და მგლოვიარეს. ჭეშმარიტად მადლიერს კიდევ უფრო მეტი მადლი შეზინოს. განსაცდელში მყოფი ანუგეშოს და მწუხრებულ სიხარული მოგვაროს და ურწმუნოს რწმენა აჩუქოს. წუთი სოფლის ამაოებით ცდუნებული ღრმა ლეთარგიული ძილიდან გამოაფხიზლოს და რწმენის კვალზე შემდგარი კი განამტკიცოს არჩეული გზის ერთგულებით, რათა ყოველი დღის შემოქმედმა, ასე ვთქვათ, არინანოს სამყაროს და კაცობრიობის შექმნა, როგორც ეს მართალ ნოეს დღეებში იყო და მთელ პლანეტაზე თუნდაც ერთი მართალის არსებობისთვის, ასე ვთქვათ, არ უღალატოს ჩვეული კაცთმოყვარეობის წესდა, აჩუქოს თავის შექმნილ ადამიანებს სიცოცხლით სავსე კიდევ ერთი დილა. ჩემო ძვირფასებო, ვაგრძელებთ ქრისტეშობის მსახურებაზე საკითხული მეოთხე სახარების განმარტებას. განმარტების ავტორი გახლავთ წმინდა ნიკოლოზ სერბი, ველიმიროვიჩი, თარგმანი კი ჩემი. იოსებიც მორჩილად კიდებს ხელს ყრმას და მის დედას და მიდის ეგვიპტეში, რათა აღესრულოს უფლის მიერ წინასწარმეტყველის ბაგით ნათქვამი სიტყვა, ეგვიპტით მოუხმეძესა ჩემსა. ეს წარმოთქვა ოსია წინასწარმეტყველმა თავის წინასწარმეტყველების მე-11 თავის პირველ მუხლში. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ წინასწარმეტყველმა თქვა ასე, არამედ პირიქით, ამ მოსახდენს თავისი სულით ჭრეტდა ეს უკანასკნელი და იმიტომაც დაწერა ამგვარად. და ამისათვის, როცა მახარებელი ამბობს, რათა აღესრულოს, მას მხედველობაში აქვს იგივე, რაც მაგალითად რომ ეთქვა და აღესრულა. მაგრამ წმინდა წერილში ისე არაფერი იწერება შემთხვევით, რომ არ აღესრულოს ის სინამდვილეში, ასე რომ არც ეს გახლავთ შემთხვევით დაწერილი და მინიშნებული. საღვთო წინასწარ ხედვას სურს პატივი მიაგოს საკუთარ ძველახთქმისეულ, სასურველ და საყვარელ მოშურნე წინასწარმეტყველებს. და იგივეს სურს ჩვენც განვსწავლოს იმაში, რომ საკუთარ სათნომყოფელებს იგივენაირად განადიდებს, როგორც ასევე მათ დაიცვეს ღვთის სიტყვა და საღვთონების მორჩილნი იყვნენ. როცა ადამიანი ემორჩილება ღმერთს, ისიც ისმენს მისას და ემორჩილება მხოლოდ მისთვის სასარგებლოდ. და მოკვდავთაგან ვერაძე ხორციელი შეძლებს ადამიანების მორჩილებით მსახურებაში აღემატოს ღმერთს. ოღონდაც კი თავად ისინი ემორჩილებოდნენ მას. ის, რაც წინასწარმეტყველებმა წინასწარ აღმოთქვეს ქრისტეზე, თქვა ღმერთმა. მათ კი აიღეს ღვთისგან ნათქვამი და აუწყეს სოფლიოს. მაგრამ არასოდეს მიუთვისებიათ ღვთისგან მიღებული. ამას კი დიდად აფასებს ღმერთი და განადიდებს იმით, რომ მახარებელს შთააგონებს მათი ფრაზის და კონკრეტულად მათი სახელის მოხსენიებას. რათა აღესრულოს უფლის სიტყვა, რომელიც აღმოთქვა წინასწარმეტყველის ბაგეებით. და მთელ ახალ აღთქმაშიც ამგვარად ეწერენ მოციქულები და მახარებლები. მორჩილ ადამიანების გახარება თავად ღმერთს ანიჭებს დიდ სიხარულს. და ასევე საკუთარი მორწმუნე და მისთვის მოშურნე ადამიანების განდიდება არის დიდება ღვთისათვის. აღიღე ყრმაი ეგე და დედა იმისი,
და ივლტოდე ეგვიპტეთ უბრძანებს ღვთის ანგელოზი იოსებს. რატომ მაინდა-მაინც და რაღა ეგვიპტე? სირია ხომ იქვე იყო და არც დამასკო შედიოდა ჰეროდეს სამფლობელოში? ან კიდევ სულაც ამავე მფლობელობაში არ შემოვალი რომელიმე უახლოესი პროვინცია, როგორცაც მაგალითად მოაბელთა მიწა წარმოადგენს? ეგვიპტე ხომ შორს არის? ჩვენს დროში იერუსალიმიდან ქაირომდე ცხელი ზაფხულის ტოლა მთელი დღის განმავლობაში უნდა იმგზავრო იქამდე ჩასასვლელად მატარებლით და კიდევ ნახევარი დღე იმ საზღვრებამდე, სადაც მითითებულია, რომ დასახლდა წმინდა ოჯახი. და ქვიშიან უწყლო უდაბნოში რამდენი უნდა ეარათ? რასაც ერთხელ ძლივს ჩააღწევს ქვეითად მოსიარული ქაირომდე, სირიაში იმავე დროის მონაკვეთში ხო რამდენჯერმე შეიძლებოდა ჩასვლაც და უკან დაბრუნებაც. რატომ არ უგულებელს ხო ღმერთმა წინასწარმეტყველის ნათქვამი და წმინდა ოჯახი რატომ არ გადამალა იუდეის შემოგარენის სიახლოვეს? ნუ თუ მას უშუალოდ მხოლოდ ასე უნდა აესრულებინა წინასწარმეტყველის ნათქვამი? რატომ დაუშვა მან რომ ყრმა იესოს ისედაც გაწამებულ დედასთან ერთად ასეთი ხანგრძლივი და დამქანცველი გზით ემოგზაურა მაინდა-მაინც? აი როგორი სულსწრაფები ვართ საკუთარ ამაოდ ბრძნობით ადამიანები და ზედმეტი კითხვები გვაწვალებენ და მოსვენებას არ გვაძლევენ. ჩვენ გვავიწყდება რომ ადამიანის მოდგმის ხსნისა და გადარჩენის გეგმა თავად ყოვლა წმინდა სამების მიერაა გათვალისწინებული და მასში ყოველგვარი შეცდომა გამორიცხულია. როცა წინასწარმეტყველის კი არა საკუთარ სიტყვას აღასრულებს ღმერთი იესოს ეგვიპტეში გამგზავრებით, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანისგან განსხვავებით საკუთარი ყოვლად ბრძენი განგებულებით რამოდენიმე მიზანს ისახავს. ჯერ ერთი ძეს იცავს იმ საშინელ სისხლის ღვრისგან, რომელიც მალე ატყდება ბეთლემში. ამის გარდა მას სხვა მრავალი რამეც აქვს ხედველობაში. როცა იაკობის ძეებმა შურის მიზეზით გადაწყვიტეს საკუთარი ძმის იოსების მკვლელობა, განა ეგვიპტეში არ აპოვახსნა? დახლაც იგივე შურით ჰეროდეს რომ სურს იესოს მოკვდინება, ისიც ეგვიპტეში პოვებს თავშესაფარს. ღმერთს ამით ქედუხრელი და გულსასტიკი იუდეველი ერისთვის სურს იგივე გაკვეთილის ჩატარება. ცოცხალ ღვთისადმი საკუთარ რწმენის სისპეტაკეში დარწმუნებით გაამპარტავნებული ერი წმინდათა უწმინდესის მოკვდინებას იზრახავ და ისიც მათ მიერ საძულველ ეგვიპტეში პოვებს იოსების მსგავსად ხსნასა და თავშესაფარს და ილტვის მათგან. და აჰა, საძულველი და საზიზღარი ეგვიპტე თავის თავშესაფარში ღებულობს მესიას. საძულველი და საზიზღარი, რა თქმა უნდა, ბრჭყალებშია შეტანილი. რომლის מחვილით სიკვდილსაც ესწრაფოდა ყოვლად ბრძენი, ასე ვთქვათ, იერუსალიმი. ეს გაკვეთილი 1000 წელზე მეტი ხნის წინათ ჩაუტარა ღმერთმა იუდეველებს ახალგაზრდა უდანაშაულო იოსების მაგალითზე და ახლაც უმეორებს იგივეს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ არაფერი ცვლილება მათში არ მომხდარა. რომ ისინი იგივენაირად გამოუსწორებლები და გულსასტიკები არიან. გარყვნილ და უზნეო ეგვიპტეში, სადაც ადამიანები ნიანგებს აღმერთებდნენ, სისპეტაკე, უბრალოება და უმციკლოება პოვებს თავშესაფარს იერუსალიმის იმ ცხოვრებთაგან, ვინც იკვეხნიდა ყოვლად უზენაესი ღმერთის რწმენას. ასე იყო მამათთავარ იაკობის დროს და ასე არის ახლაც ჰეროდეს დღეებში. ამის ჩვენებას სურს ღმერთს ისრაელი ერისთვის, როცა ღვთაებრივ ყრმას ეგვიპტეში მალავს. ამიტომაც მიავლენს მას ეგვიპტეს და არა დამასკოში ან რომელიმე მახლობელ ოლქში. ბაბილონი და ეგვიპტე მთელ მსოფლიოში უკეთურების და უპატიობის ყველაზე დიდი ცეცხლის ალში იყო მაშინ გახვეული, ამიტომაც სურს რა ორივეს ჭეშმარიტების გზაზე მოქცევა, პირველიდან იგზავნებიან მოგვები, მეორეში კი თავად
მიემგზავრება. ამით ჩვენს გვასწავლის, რომ მორწმუნენი უნდა მოელოდნენ არა მარტო დევნულებას, არამედ ვნებას და ზიანს ამ სათნოებისთვის. განგვიმარტავენ ზიღაბენი და თეოფილაქტე. აი, ჩემო ძვირფასებო, აქ შევწყვეთ დროებით ჩვენ სათქმელს, სადაც გავიგეთ ძალიან საინტერესო რამ და გავაგრძელებთ ისევ არისტიდის წარდგინებას და მტკიცებულებას იმპერატორ ადრიანეს წინაშე. იმისა, რომ ქრისტეს რელიგია არის ჭეშმარიტი რელიგია და ქრისტე არის ჭეშმარიტად ღმერთი. ამგვარად, როგორც მეკითხარით, ადრე 4 ნაწილად იყოფა კაცობრიობა. მეფეო, ელინები და ბარბაროსები, იუდეველები და ქრისტიანები. ასევე 4 სტიქია. ღმერთს, ქარით, ანგელოზებს ცეცხლი, დემონებს წყალი, ხოლო ადამიანებს მიწა ემსახურება. ამგვარად ვნახოთ, რომელი მათგანი, ანუ რელიგიური დაჯგუფება დაადგა ჭეშმარიტების და რომელი სიცრუის გზას. ბარბაროსებმა ღვთის ვერ შემცნობლებმა სტიქიებს მიმართეს და შემოქმედის ნაცვლად ქმნილებას სცეს თაყვანი. და ამ ქმნილებათა გამოსახულებანი ცის ზღვის და ხმელეთის, თვარისა და სხვა სტიქიებისა და მნათობებისა. გამოამწყუδιეს მათივე ტაძრებში. გულმოდგინედ იცავენ ქურდებისა და მძარცველებისგან და ვერ მიხვდე, რომ ყოველივეს დამცველი დაცულზე უმეტესია და შემოქმედი ქმნილებაზე. და თუ კი მათი ღმერთები ვერ დაიცავდნენ თავის თავს, ესე იგი ქურდებისაგან იცავ, როგორ დაიცავენ და გადაარჩენენ სხვებს, ამიტომ ისინი აცდნენ გზას, როცა უსულო და უსარგებლო ქანდაკებებს ცეს თაყვანი. და ჰოი მეფეო, ჩემთვის საოცარია თუ როგორ ვერ მიხვდნენ მათი ფილოსოფოსები, რომ ეს ყოველივე არსით ხრწნადი სტიქიები არიან. ხოლო თუ ისინი ხრწნადი და გარემოებებზე დამოკიდებულები არიან, როგორ გააღმერთეს? თუ სტიქიები ღმერთები არ არიან, რისთვის მიიჩნევენ მათ გამოსახულებებს ღმერთებად? ასე და ამგვარად დიდია ის ცდომილება, რომელშიც ფილოსოფოსებს მათი მიმდევარნი შეჰყავთ. დაგლოცოთ ძვირფასებო და გაგახაროთ ყოვლადწმინდა ღვთის მშობელმა, რომლის ცხოვრების კითხვასაც ჩვენ გავაგრძელებთ ღირსი მაქსიმე აღსარებლის მიხედვით. წმინდა ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, აღასრულეს რა ღვთის რჯულით დადგენილი ყველა ეს წესი, იოსები და მარიამი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაბრუნდნენ. წმინდა მახარებლის სიტყვით კი აქ იოსებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ამცნო, რომ მას ეგვიპტეში უნდა წაეყვანა მარიამი და ყრმა იესო. თავად ჩვილმა ყრმამ და მარადიულმა ღმერთმა განაგო ასე, რათა თავისი დედა და იოსები ეგვიპტეში გაქცევით განშორებოდნენ უღმერთო ჰეროდეს რისხვას. აი, კიდევ ერთი საოცრება ჩემო ძვირფასებო, როგორ დაემთხვა საკითხავები ერთმანეთს. ეს რისხვა ასევე ელოდა უფლის წინამორბედს, დიდ იოანეს, რომელმაც ჯერ კიდევ დაბადებამდე დედის წიაღშივე იხილა ჭეშმარიტი ნათელი და სიხარულით შეიძრა. მანვე იქადაგა პირველად ქრისტეს მოსვლა და მისი სიტყვა, როგორც სხვა ახალშობილებს, 6 თვის იოანესაც უმზადებდა ეროდე წამების გვირგვინს, რადგან წარმოშობითაც და შობითაც იგი ბეთლემიდან იყო. ურჯულოს ბრძანებით კი ბეთლემსა და მის შემოგარენში დაბადებული 2 წლამდე ასაკის ყველა ჩვილი უნდა დაეხოცათ, რათა მოსაკლავად განწირული ჩვილი ქრისტე სიკვდილს არ გადარჩენოდა. მაგრამ დიდებული წინამორბედისა და ნათლისმცემლის ფარველი
ის ღმერთი და უფალი იყო, რომლის მოკვლასაც ასე გულმოდგინედ ლამობდნენ და რომელმაც თავისი განგებულებით ეგვიპტეს შეაფარა თავი. მან თავისი წინამორბედიც დაიცვა და დაიფარა, რათა იგი ჩვილობაში არ აღსრულებულიყო, კი არ აღსრულებულიყო, არამედ სრულასაკოვანი წამებულიყო და ჯოჯოხეთის მკვიდრთათვის მათი გამოხსნა წინასწარ ეხარებინა. ჩვენთვის ამ სოფლად მოსულმა სახიერმა უფალმა მკვლელთაგან იხსნა ელისაბედი, რომელმაც თავის შვილთან ერთად უდაბნოს შეაფარა თავი. ერთ მთას მიუახლოვდა და შეებედრა მას, მთაო ღვთისაო, შეიწყალე და შეიწყნარე დედაშვილი თურთ. მართლაც შეიწყნარა მთამ დედაშვილი და უფლის ბრძანებით დამალა ისინი. ელისაბედმა იქ დატოვა თავისი ძე, ხოლო თვითონ გარდაიცვალა. აი, ასე ჩემო ძვირფასებო, ერთი მლოცველი კიდევ შემოგვიმატა ივანე ნათლისმცემელი, რომელიც განსაკუთრებით ილოცებს დღეიდან ჩვენთვის, რადგან მის ცხოვრებას კითხულობთ და ვეცნობთ. დღეს მაქვს თქვენთვის ახალი სასიხარულო ამბავი. ფარველი ანგელოზი ყოველდღიურად გვესაუბრება ჩვენ. ყოველ დღეს თავისი სასაუბრო თემა და თავისი სწავლებანი აქვს. და აი თუ რას გვესაუბრება პირველ დღეს, აი ამის კითხვას დავიწყებთ დღეიდან ჩვენ ანგელოზის წიგნიდან. მაშასე, რას ეუბნება ანგელოზი სულს? კიდევ რამდენი ხანი ვერ გააბრწყინებს რწმენა შენს გულსა და გონებას? იცოდე რომ ფარველი ანგელოზი მუდამ შენთანაა. თავად უფალმა დაავალა მათ წუთის სოფელში შენი დაცვა და გზის გაკვლევა. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ზეციურმა მამამ ანგელოზებს უბრძანა დაცვათ შენ და ყოველთა შინა გზათა შენთა. გახსოვთ ალბათ 90-ე ფსალმუნის მე-11 მუხლი. უეჭველია ეს ღვთაებრივი ჭეშმარიტება, გვეუბნება ანგელოზი. შენ კი ნაკლებად უღრმავდები მის მხსნელ აზრს და ცოტას მსჯელობ მასზე. ხორციელი თვალისათვის გაუმჭვირვალე ფარდაა მასზე ჩამოფარებული, მაგრამ უხილაობის გამო არ უნდა დავასკვნათ, რომ ფარველი ანგელოზი არ არის ჩვენთან. არ უნდა დავივიწყოთ მისი არსებობა და უდარდელად არ უნდა ვატარებდეთ სიცოცხლეს. როდესაც შორეულ მოგზაურობაში მიმავალი ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, მისალმების შემდეგ სასიამოვნო მუსაიფით გართულნი დაღლას ივიწყებენ. ანგელოზი მუდამ თან გახლავს, სიცოცხლის გზით ზეცისაკენ მიყავხარ, შენ კი ყურადღებაც არ მიგიქცევია მისთვის. მეგობარ სიამოვნებით ესაუბრები და კმაყოფილი ხარ. ფარველი ანგელოზი კი ნათლობის ემბაზიდან ამოსვლისთანავე გევლინება მოსაუბრეთ, შენ კი შესაძლოა დღემდე არც ერთი სიტყვა არ გითქვამს მისთვის და არასოდეს მიგიმართავს ლოცვით. რა სიტყვი ადამიანზე, რომელმაც უმადურობის გამო მშობელი დედა დაივიწყა, გამზრდელი და მოყვარული მშობელი მიატოვა. რა სიტყვი იმ მათხოვრის შესახებ, რომელიც არ ადაგდებს მოწყალების გამღებს, პურის მიმწოდებელს და შიმშილით სიკვდილისაგან მხსნელს. წარმოიდგინე, რომ არც ერთ დედას არ შეუძლია შვილის სიყვარული იმდენად, რამდენადაც ფარվել ანგელოზს. იგი განუყრელად შენთან იმყოფება, უფალს შენს შეწყალებას და მისი მადლის დასატევნად შენი გულის შეცვლას სთხოვს. დაფიქრდი, იყო თუ არა მფარველი ანგელოზი შენთვის უცხო აქამდის? ხომ არ დამდგარა დრო, როცა თვალი უნდა გაახილოთ და ღვთისგან გამოგზავნილი ერთგული მეგზური დაინახო.
წმინდა სიხარულის, ჭეშმარიტი ნუგეშის უხვიწყაროს მომნიჭებელი აზრი, რომ ანგელოზი მუდამ შენთანაა. ყოველთვის გაგაჩნდა ეს დაუფასებელი ბედნიერება, მაგრამ არ იცოდი მისი არსებობის შესახებ და ვერ იყენებდი მას. გულით მიენდე, გონებით წარმოიდგინე და გულის სიღრმეში დაფარულად ესაუბრე. თითქოს ჭეშმარიტ მეგობარს ელაპარაკები. შესაძლოა იკითხო, როგორ წარმოვიდგინო ზეციური მხედარი, უსხეულო სული, ჯეროდეს რომ ის შენს გვერდითაა. წამდეს ღვთის სიტყვის და არ გაგიტაცოს უბრალოდ ცნობის მოყვარეობამ. მფარველი ანგელოზის სულია და არ გააჩნია ხილული და ხორციელი სხეული. როცა ღამით მეგობარს ესაუბრები, სიამოვნებს მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის გამო ვერ ხედავ მის სახის ნაკვთებს. დროებითი უკუნის გამო ვერ ხედავ ანგელოზს, მაგრამ დაინახავ მეორედ მოსვლისას უსასრულობის დიადი დღის დადგომისთანავე. სხეული კედელია, რომელიც მისგან გყოფს. როცა ეს ზღვარი დაინგრევა, ზეციური მეგობრის სახეს მყისვე იხილავ. სხეულის ბორკილებისაგან გათავისუფლების მოლოდინში მტკიცე რწმენით, გონებითა და გულით მიმართე შენს ანგელოზს. ჩემო მფარველო ანგელოზო, უზენაესის მოწყალებამ შენს მზრუნველობას მიმანდო, მომიტევე, გონს მომიყვანე, დამიცავი, წარმართე და მიხემძღვანელე სიცოცხლის გზაზე. დაგიცვათ და დაგიფაროთ ჩემო ძვირფასებო, თქვენმა ძველმა და მფარველმა ანგელოზებმა. სტროფები მაცხოვრის შესახებ, წიგნიდან იესო. სიმდაბლე სულის, შემუსრვა გულის, ესე არიან, რომელთნი ესო. ანგელოზისა ჩემის მსგავსება, მომადლენ ტკბილო ქრისტე იესო. აი, კიდევ დაემთხვა ერთმანეთს ეს ორი სიტყვა. უკრძალ ველობით ენაი ჩემი, სულსა მრავალგზის მოაკვდინებსო, ლაგამის შენი მაცხოვნებელი, ზდე მას უფალო ტკბილო იესო. ესეც დაემთხვა, რადგან მარხვა იწყება და აი ენის აღკრძალვა უპირველესია. ვაზის ჯვარისა, მტვირთველ ქალწულსა, მარად ქალწული მოგვევლინებსო, მწყემსად ერისა, ღვთისმიერისა, ნინოს მოგმადლის ტკბილი იესო. შეგეციოთ აქ ნახსენები წმინდანების ლოცვა და მადლი. წიგნიდან წმინდათა საგალობელი. გოჯეროდეს და ვირწმუნებდეთ ძალას ღმრთისას, რჩეულებმა რომ იხილეს და ემთხვივნენ, ფარველობდეს სასწაული მადლი დღისა, განზოგების ათონ ნელმა მის ექვთიმეს. განზოგება ეს გახლავთ სულთ მოფენობამდე დღეთა განახევრება და გახლავთ ძველი ქართული სიტყვა. ღმერთმა ისეთი რამ მოგვანიჭოს, რასაც ვნატრობდით, სულ რომ გვეგონა და მადლი თვისი გადმოგვაფინოს ულამაზეს დღეს სულთ მოფენობას. სამებობის დღეს გილოცავ დედა, მამა, ძევ და წულო, მამის ნებით ძისა მიერ სული წმინდით დაწინდულო. არ მოგაკლოთ მადლი თვისი, ძისა ღვთისა შემწეობა, ვიყოთ ქვეყნად ძმისთვის, ღმრთისთვის, გვახარებდეს გერგეტობა. თავის შეცნობის და სინანულის,
მომნიჭებელი მადლის მფრქვეველი იშვება ქვეყნად თქვენს გლოცავთ გულით ქრისტე ღმერთისა ნათლის ცემელნი. აი ჩემო ძვირფასებო სტროფები მიყვება დადგენილი წესის და მიხედვით რა დღესასწაულებიც იყო ისე იწერებოდა. კიდევ ერთი ნაზრევი ჩემი წიგნიდან რადგან ადამმა დაარღვია ერთი მცნება უფლისა დაკარგა ღმერთთან მარადიული ნეტარება და სულით მოკვდა და არა ხორცით. ახლა იფიქრე იმაზე რომ რამდენ ცნებას არღვევ და მერე რა რომ ხორცით ცოცხალი ხარ. ამ სიტყვას ჩემო ძვირფასებო მე უპირველესად ვეუბნები ჩემს თავს და შემდეგ წიგნის მეშვეობით თვითოულ თქვენთაგანს. და როგორც ყოველთვის ლექსად გმული სახარებით დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას. მოყვასისა თანალმობა ღვთივსათნოა საქმე სრული ამისათვის თვალწინ გაგვდეს მხსნელი შენი ჯვარს გაკრული. ზოგს არა აქვს პურის სარჩო ზოგსაც სახლი თავზე ჭერი ზოგს ძმის შური ბოღმა ახრჩობს ზოგიც ხარობს ძმით ძლიერით. სახლიც ქონდა თავზე ჭერიც ოჯახური სიტკბო სითბოც სვიმონ პეტრეს სრულ სიხარულს არაფერი ეკლდა თითქოს მიიწვია თვის ოჯახში ქმნილებამ თვისი მხსნელი ღმერთი იმას გაგიკეთებს რასაც არ სთხოვ არცა ელი და მივიდა მასთან სახლში ბრძენთა ბრძენი გონიერი იხილა რომ ავადახავს ოჯახის თავსა სიდედრი. განკურნა და მოაშორა ხურვალება ძალზე მწველი ქალიც ადგა ემსახურა კურნალს წრფელი გულით ხელით ესმათ ქრისტეს სტუმრობს პეტრეს და მოჰყავდათ სარეცელით ვის სნეული ხეიბარი ვისაც ბრმა და კეთრის მსხვერპლი ყველას მისცა სიმრთელე და გაუწოდა მხსნელი ხელი ვინც ფიქრობდა მოთმინება არის ჩემთვის ძალზე წნელი და როდესაც ირიჟრაჟა გადიყარა მიწამბნელი უდაბნოში განმარტოვდა ყო თავისად სამლოცველი ავედრებდა მოდგმას ცოდვილს ქრისტე მამას სულთქმით სრემლით ჩვენც ვისწავოთ ძმისთვის ლოცვით ღვთივსათნო ვართ ვით სანთელი. უფალმა მოგცეთ მშვიდობა მადლი სიკეთე სიტკბო და სიხარული სიბრძნისა სიტყვა ალალი თვალი რწმენა იმედი და სიყვარული. გმადლობ გლოცავ და მიყვარხარ საქართველო.